ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას. ეს ჯვარი ასე გამოისახება სწრაფა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს. სწორედ ღვთისა და ადამიანის უდიდესი სიყვარულით იცხოვრა ამ სიტყვების ავტორმა. და რამხელა მადლი და ბედნიერება, ვისაც ჰქონდა უწმინდესთან შეხვედრის, საუბრის, გნებავთ მეგობრობის შესაძლებლობა. ის ხო ძალიან დიდი და ამავდროულად ძალიან უბრალო ადამიანი. ანუკი გუმბერიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. მადლობა, რომ ხარ ჩვენთან ერთად. პირველ რიგში უნდა გკითხო, სოფლიოს თვალით დანახული პატრიარქი როგორია? პირველ რიგში ვუსამძიმრებ საქართველოს, ჩვენს სამშობლოს, რომელიც უწმინდეს ასე ძლიერ უყვარდა. ილია მეორე ქართველი ერისთვის იყო სულიერი მამა, რომელიც მსოფლიოში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა, უდიდესი პატივისცემას და აღიარებას იმსახურებდა. ამის დასტურია მისი მრავალ ნახევარსაუკუნოვანი ბიბლიური ცხოვრების ყველა ეპიზოდი. ჩვენ გადავხედეთ მის, ასე ვთქვათ, მის წარსულს, შეხვედრებს სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან, იმ წერილებს, რომლებსაც სასულიერო პირები ერთმანეთში ცვლიდნენ და საკმაოდ უნიკალური შეფასებები ამოვიკითხეთ. შეფასებები, რომლებიც აქამდეც ვიცოდით, თუმცა დღეს, როდესაც ბოლო გზაზე გავაცილეთ უწმინდესი ზეციურ საქართველოში, ეს შეფასებები კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს, თუ რამდენად დიდი ადამიანი ყავდა გვერდით. საინტერესოა, რომ სხვადასხვა რელიგიის კონფესიის წარმომადგენლები მას სულიერ მამასაც კი ეძახდნენ და მოიხსენებდნენ მას როგორც ეპოქალურ იერარქს, ეკლესიის ანგელოს, ღვთის შვილს, ღვთისგან რჩეულ ადამიანს, წმინდანს. და ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი საინტერესო ამბავს გვამცნობს, თავად შეესწრო ამ სიტუაციას, როდესაც საქართველოს პატრიარქი და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები ერთად იმყოფებოდნენ, სასულიერო პირები მუხლებზე დადგნენ და ისე თხოვეს პატრიარქს კურთხევა. მათ შორის არა მართლმადიდებელი ქრისტიანებიც და ამბობდა ჩვენი რესპონდენტი, რომ ეს იყო მგონი ერთადერთი შემთხვევა მთელს რელიგიურ სამყაროში. სწორედ ესეთი პატრიარქი ყავდა, რომელიც ასევე გამოირჩეოდა უნიკალური დამოკიდებულებით თავად სხვადასხვა რელიგიის მიმართ და სწორედ მსოფლიო აღიარებდა მას როგორც რელიგიათა შორისი დიალოგის წარმოებაში, ურთიერთობების გაღრმავებაში მის უდიდეს როლს და აღსანიშნავია, რომ მას ყავდა შვილობილი, რომელიც ასევე ინგუში ადამიანი, რომელიც პატრიარქმა შვილად მიიღო. ჩვენი არასოდეს არ საუბრობდა ამ თემაზე და ბევრი წლის განმავლობაში ყოველთვის კითხვებსაც გაურბოდა და არც მისი შვილობილი არ საუბრობდა, თუმცა დადგა ეს დრო და დღე, როდესაც მან თავისი სათქმელი თქვა, მოგვიყევი უფრო მეტი. კი, ეს ჩვენი დღევანდელი რეპორტაჟის გმირია, ერთ-ერთი, რომელმაც გაიხსენა ის წლები, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან, როგორი უშუალო იყო მასთან, როგორ სთხოვა მას პატრიარქმა, რომ ყოფილიყო მისი შვილი. რაზე საუბრობდნენ, როგორ, რამდენად ხშირად ხვდებოდა მას და საკმაოდ ემოციური იყო ამინისთვის ჩვენთან ინტერვიუც, რადგან ამ პატრიარქის გარდაცვალებამ მასზე ძალიან იმოქმედა. ჩვენი რეპორტაჟის ასე ვთქვათ, რესპონდენტები არიან ასევე ის ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ის ბედნიერება, რომ ჰქონდათ უშუალო შეხება პატრიარქთან და ისინი საუბრობენ მის უნიკალურ თვისებებზე, მის თავდაბლობაზე, მის უნიკალურ ნიჭზე, როგორ შეეძლო სიყვარული ადამიანების და მე რო ბევრი არ ვისაუბრო, სჯობს, რომ მათგან მოვისმინოთ ისტორიები. მეგისურვებთ ღვთის განსაკუთრებას, ღვთის დახმარებას კეთილ საქმეებში.
საქართველოს სულიერ მამას ნახევარსაუკუნოვანი ბიბლიური მოღვაწეობის განმავლობაში სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებთან ყოველთვის გამორჩეული დამოკიდებულება ჰქონდა. უწმინდესსა და უნეტარეს, რომელსაც საქართველოს ეკლესია უფლის დიდების კარიბჭედ მიაჩნდა. საქართველო არის განსაკუთრებული ქვეყანა. ხვედრი ყოვლადწმინდის ღვთისმშობლისა. ამიტომ ნურაფრისა ნუ შეგეშინდებათ. საქართველო არადროს არ დაეცემა. საქართველო გაბრწყინდება. ძალიან მიყვარხართ. დაუცილი იყო. დაამავდროულად ზუსტად იცოდა, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა განსხვავებული მრწამსის, რელიგიის წარმომადგენელთა შორის დიალოგს, ერთსულოვნებას, ურთიერთპატივისცემას. ვერაფერი შევისლის ხელს ჩვენ მეგობრობაში. ჩვენი მეგობრობა მტკიცეა, შეურყეველი. ისევე როგორც მთელი მსოფლიო ხედავდა მის როლს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ეროვნული იდენტობისა თუ სარწმუნოების შენარჩუნებაში, რელიგიათა შორის დიალოგის წარმართვაში, ასახელებდნენ პატივსაცემ და გავლენიან იერარქად, ეპოქალურ სულიერ ლიდერად, უწოდებდნენ ეკლესიის ანგელოს, ქართველი ერის ერთიანობის ბურჯსა და სულიერ საყრდენს, თასდებოდა როგორც ზეციური სტუმარი დედამიწაზე, რომელსაც ეძახდნენ წმინდანს. მართლაც წმინდა ადამიანია. ასეთ ადამიანებს პატივი უნდა მივაგოთ და თაყვანივცეთ, რადგან მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ისინი გვიჩვენებენ სწორ მართლმადიდებლურ გზას. ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მამასთან გვაქვს საქმე. ბედნიერია ქვეყანა, რომელსაც ასეთი მწყემსთავარი ყავს. მე მჯერა, რომ ივერია გაბრწყინდება. ხშირად მასთან ურთიერთობისა თუ საუბრისას მიგრძნია, რომ ეს არ არის უბრალოდ ადამიანი, იგი ზეციური სტუმარია დედამიწაზე. გონია, რომ ქართველებმა კიდევ არ იციან, რა არამიწიერი ღვთიური წყალობა მიუმადლებია მათთვის უფალს. ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენ რჩეულიერი ხართ. ილია მეორე არის მართლმადიდებლობის დიდი მამათა მამა, რომლის ავტორიტეტიც ყოველგვარ იურისდიქციას სცილდება. ღვთისკაცი, რომლის სიმშვიდეც ყველაზე ქარიშხლიან დროსაც კი ურყევი რჩება. თქვენი უწმინდესობა არის სულიერი სიმტკიცისა და სიბრძნის შუქურა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიო ქრისტიანობისთვის. ეს არის წლების განმავლობაში შეხვედრებისას სიტყვებში, წერილებში გამოხატული პატივისცემა, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოს სულიერი მამა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, ნებისმიერ რელიგიურ კონფესიაში გამორჩეულ სასულიერო ფიგურად აღიქმებოდა. არ დამავიწყდება ესეთი არამართლმადიდებლური ეკლესიების, ან ქრისტიანული ეკლესიები, ოღონდ სხვა აღსარებლობის ადამიანები და მათ შორის არა მარტო ქრისტიანების, სხვა რელიგიების, აი დაიჩოქნენ, ითხოვეს კათოლიკოს პატრიარქისგან კურთხება და დალოცვა. ნუ ესეთი რამე ჩათვალეთ, რომ პრაქტიკაში თეოლოგიური გაგებით ბევრი შემთხვევები არ არსებობს და ფაქტობრივად არ არის. ფაშა ზადემ პატრიარქთან ხელზე ემთხვია, აკოცა და პირდაპირ თქვა, თქვენო პირადადო ჩემთვის ჩემი სულიერი მამა ხართ. ნუ ეს თან ახლა ამას ლაპარაკობს მუსლიმი ქრისტიანთან მიმართებაში. ქრისტიანული სამყარო კი ქრისტიანობის უნიკალურ მემკვიდრედ აღიარებდა, დამახასიათებელი თავმდაბლობით, უშუალობით, სითბოთი, ადამიანთა მიმართ განსაკუთრებული და უსაზღვრო სიყვარულის ნიჭით, სიბრძნით. საქართველოში ორი სიურპრიზი დამხვდა. ერთი თავად საქართველო. მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი ქრისტიანული რწმენით სავსე ასეთ ადგილს. ჩემი მეორე აღმოჩენა საქართველოს პატრიარქი იყო. ადამიანი უდიდესი და ძალიან ღრმა რწმენით. ის არის ღვთისკაცი. მე შემძრა პატრიარქის გაცნობამ და ეს გრძნობა მქონდა მასთან ყოველი შეხვედრისას. დავტოვე გრძნობით, რომ მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი. როცა პაპი ფრანცისკე ჩამოვიდა საქართველოში, როცა მიდიოდა ტიმბრინავში, მე მითხრა, რა კარგი და წმინდა ადამიანი არის თქვენი პატრიარქი. ზოგადად გრძნობდი, რომ თითქმის მისი კავშირი ჩემთან იყო როგორც მამა და შვილი. ჩვენი პატრიარქი მსგავსი, ჩაკეტილი მსგავსი, კურდღებიანი ყოველთვის. ღვთისკაცის დაკარგვით გამოწვეული ტკივილის გააზრება გვიჭირს ქართველებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც უწმინდესთან მრავალწლიანი ურთიერთობა და ისტორია აკავშირებთ. ტკივილი არ არის ის სიტყვა, რაც ჩვენი პატრიარქის გარდაცვალების სიმძიმეს გამოხატავს. მაგრამ ისი მემკვიდრეობა ჩვენთან რჩება და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გააგრძელებს
მუშაობას ჩვენს გასაძლიერებლად და გასაერთიანებლად. უწმინდესი ზღვაზე და მის დამსახურებაზე ძალიან ბევრს საუბრობენ, დარწმუნებული ვარ, ბევრი დაიწერება, ისტორიაც სათანადოდ შეაფასებს ღვთისა და ქართველი ერისადმი მის დიდ და დაუღალო მსახურებას. მე პირადად მქონდა ბედნიერება მასთან ურთიერთობის, პირადად თუ საჯარო საუბრებში ის მისთვის ძალიან დამახასიათებელი მომძალებით საკუთარ საქმიანობაში მხოლოდ თავარ სამ ისტორიულ მიღწევას გამოყოფდა. პირველი ეს იყო ქართული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის აღდგენას, მეორე ეს არის მირონის საქართველოში დამზადების აღდგენას და მესამე შვიდგზის ლოცვის ტრადიციის აღდგენას. ჩემი აზრით, სწორედ აი ამ სამი საყრდენი თავარი ბერკეტის გამოყენებით შექმნა უწმინდესმა მთელი ეპოქა, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი ქართველების ღმერთთან და საკუთარ თავთან მიბრუნება, რამაც ახალ მოცემულობაში, ახალ დროში საკუთარი იდენტურობის ხელახალი გააზრება მოხდა. საქართველოს უწმინდესთან ერთად და მის გარეშე ამ რეალობის წინაშე დარჩენილ ქართველებს ყოველთვის გვემახსოვრება სხვადასხვა რელიგიის სასულიერო ლიდერების თვალით დანახული ღვთის ადამიანი. იმ წუთიდან, როდესაც თქვენ გაგიცანით, ვიგრძენი, რომ თქვენ ღვთის ადამიანი ბრძანდებით. ილია მეორე გარდამავალ და საკმაოდ რთულ პერიოდში საქართველოში ახალი ეპოქის ფუძემდებელი გახდა. ცხადია, მართლმადიდებლობისა და ქვეყნის ისტორიული ტრადიციის გათვალისწინებით. ზებუნებრივი გონიერებით უმკლავდებით ყველა სიტუაციას. გაქვთ განსაკუთრებული ნიჭი, საღვთო, რომელიც ალბათ ერთეულებს აქვთ და უпроსტორად კი რჩეულებს. პატრიარქის გარდაცვალებით დამწუხრებულ მგლოვიარეს საქართველოს უსამძიმრებს ყველა. წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც მძიმე მარხვის დასრულებისა და რამდენ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები ადგილობრივმა მუსლიმმა თემმა გააუქმა. განსხვავებული რელიგიების წარმომადგენლები რომ მოდიოდნენ და განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანები ყველა თავშესაფარს ნავს აყუდელს პატრიარქში და პატრიარქთან პოვებდა. მან დაგვიტოვა საუკუნის ავტოგრაფი, ორი სიტყვა: გწამდეთ და გიყვარდეთ. სულიერ მამასთან გამომშვიდობება უმძიმესი აღმოჩნდა სხვა აღმსარებლობის უწმინდესი შვილობილისთვის, ინგუში ამინ შადიჟევისთვის. მის წინაპრებთან დაკავშირებული განსაკუთრებული ურთიერთობის გამო ილია მეორემ ახალგაზრდა ინგუშზე მამობრივი ზრუნვა გასწია. შეხვედრა გქონდა პატრიარქთან. იკითხა, რომელია თქვენში ამინ შადიჟევიო. მოვიდა, გადამეხვია მაკოცა და ძალიან მაგრადიდირა. მითხრა, ბავშვობიდან ვევედრებოდი ღმერთს, ერთხელ მაინც მენახეთო. დღეს ღმერთმა ჩემი ვედრება ისმინაო. ჩვენ ხშირად ხვდებოდით, საათობით ვისხედით და ვლაპარაკობდით და არავინ გვიშლიდა ხელს. დაცვასაც კი უშვებდა ხოლმე. შეხვედრის პირველივე წუთებიდან თითქოს ყველაფერი მშობლიური იყო. რამდენადაც უდიადესი იყო, იმდენად ძალიან უბრალო. ახლა უფრო მესმის თუ რამდენად ახლობელი იყო ის ჩემთვის ძვირფასი ადამიანი. დღეს ეს მესმის. პატრიარქი მაგვირდებოდა, მერე მკითხა, ამინ, შენ ხელს გაიჭრი? მკითხე, თუ რატომ? მიპასუხა, რომ მას ეს სურდა. უთხარი, რომ კი, ეს შემეძლო. მიპასუხა, რომ იმავეს იზამდა. მითხრა, რომ ეს იყო ტრადიცია დაძმობილების და მას სურდა, რომ მე მისი შვილი ყოფილიყავი, მისი სისხლი. მე მას მივუგე, თქვენო უწმინდესობავ, ისე მოვიქცევი, როგორც ინებებთ და მან მე დამლოცა. პატრიარქმა, რომელმაც ქართველ ერს ტაძრამდე მისასვლელი გზა ასწავლა, გვიანდერძა მთავარი. გავახაროთ და გვიყვარდეს ერთმანეთი. ისევე როგორც სიყვარულით და სხვებზე ზრუნვით იყო გამსჭვალული მისი ყოველი ნაბიჯი, უპოვართან თუ შეძლებულთან. და ეს კარგად იცის ყველამ, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა. აბსოლუტურად ყველა სფეროს ეხებოდა, იყო უაღრესად თავმდაბალი, ცნობის წადილი ჰქონდა, ჩაღრმავებოდა ყველაფერს და ყველგან სითბო დაეთესა, ის მარცვალი, ყველგან აქვს ჩადებული ეს მარცვლები, რომლებიც აუცილებლად იყვავილებს, ასე მგონია. და ის უამრავი მესამე ბავშვი ქართულ ოჯახებში, ისინი არიან ალბათ ის მარცვლები, რომლებმაც უნდა ჩვენი ნიადაგიდან ესეთი მოსავალი მოიტანოს. ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი
დაიმახსოვრეთ ეს ეს უწმინდეს ქონდა საოცარი ადამიანების გვერდში დგომის და მათთვის სწორი გზის თუ სად იყო სწორად კარებში გასასვლელი ჩვენების უნიკალური ნიჭი. ჩემს ცხოვრებაში და ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში არ ყოფილა რაიმე განსაცდელი წუთები, რომ მას ჩვენთვის არ დაერეკოს, არ შეხვედროდა და არ მოეცა რჩევა, რომელიც ყველაფერს თავის ადგილზე აყენებდა და გვაძლევდა ძალიან დიდ ძალას. მე ვთვლი, რომ სწორედ უწმინდესის დამსახურებაა, რომ დღეს არსებობს მსოფლიოში უნიკალური საერთაშორისო დონის გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი, რომელიც პატრიარქის ინიციატივით დავაფუძნეთ. იგი ამჟამად ქართულ ეკლესიებში ტრადიციული გალობის, რეგენტების და სკოლებსა თუ ფოლკლორულ გუნდებისთვის ამზადებს ლოდბარებს, რომელიც ჩვენი აზრით ქართული იდენტურობის შენარჩუნებისთვის, განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. უწმინდესის გარდაცვალებით ეპოქა გაიყო ორად, საქართველოს უწმინდესთან ერთად და საქართველოს უწმინდესის შემდეგ. და ამ ძიმე წუთებში ჩვენ ვრჩება ძალიან დიდი იმედი, რომ ზეციური საქართველოსთან ჩვენი უწმინდესი დალოცავს და გააძლიერებს და კიდევ უფრო გაძლიერდება და გამძლიანდება ჩვენი ქვეყანა. საზოგადო მოღვაწეები იხსენებენ მის დიდ ბუნებას, პრინციპულობას, გამორჩეული სიყვარულის უნარსა და შემწყნარებლობას. ეს იყო ნამდვილად წმინდა ადამიანი, წმინდა ქართველი. ვაჩუკა ჯვარი, ჩაბოსაკიდი ჯვარი და ეხლა სპიკიდია სულ მაკიდა და დავჯექეთ ბაღში. რაღაც ორი სიტყვა უთხარით ერთმანეთს და მერე ჩუმად ვიყავით დაახლოებით 45 წუთი. ნუ 1 საათი. აი იმ სიჩუმემ უფრო მეტი მომცა მე ვიდრე ქადაგებამ. უთქვამს მას პირდაპირ ჩემთვის ფრაზა იყო ასეთი, რომ თავისუფლება უდიდესი რამ არის. მაგრამ უსაზღრო თავისუფლებას არავის ურჩევა. ის იყო ჭეშმარიტების მატარებელი და მსურველი გაეტარებინა თავის ქვეყანაში და ამას ემატებოდა კიდე ერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უაღრესად ეროვნული ადამიანი იყო. ისტორიები ამოუწურავია უწმინდესსა და უნეტარესზე, რომელმაც ეპოქა შექმნა, ფასდაუდებელი და მასავით განუმეორებელი. უწმინდესის მრავალმხრივ ნიჭსა და საქმიანობაზე ბევრი გვსმენია, მაგრამ საჯაროდ არასდროს გაგვიგია ეს ისტორია მისი საერო ცხოვრებიდან. ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაურის შიოლაშვილის პირველი ნაბიჯი შრომით საქმიანობაში. როდესაც პულზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ისეთი შეკითხვები დამისვა ამ პურთან დაკავშირებით და ჩემ დარგთან დაკავშირებით, რომ ცოტა გაკვირვება გამოიწვია ჩემში, იმიტომ რომ არ ველოდი და უნდა გამოგიტყდეო სიმართლე. იცი ჩემი პირველი სპეციალობა რა იყო? მე პირველი ჩემი სპეციალობა ხაბაზობა იყო. ჩემს მამასო მასე ვლადიკავკაში 2 საცხობი ქონდაო. და იმ საცხობშიო მეო ვეხმარებოდიო, ამაზე დიდი ბედნიერებაა შენი სითბო და სიყვარული, რომელსაც შენ ჩააქსოვ შენს აი ამ პროფესიაშიო და ყოველდღიურად შენ ამას მერე მიაწვდი ადამიანებს. და მაინც გოდერძი ჩოხელმა ერთ დროს უწმინდესზე ზუსტად თქვა ის, რასაც ახლა ყველა ქართველი განვიცდით. უწმინდესზე რაიმეს თქმა ძნელია, თანაც ადვილი. ძნელია იმიტომ, რომ უდიდესია მისი როლი ქართველთა სულიერ ცხოვრებაში. მან გაპარტახებული ეკლესია ჩაიბარა, ჩაფერფლილ სულიერ ღადარს სული უბერა და კოცონი ააგიზგიზა. უწმინდესის სახით ჩვენ ღვთის მადლი მოგვევლინა. მისი სიდიადე მერე შორიდან უფრო გამოჩნდება. მასზე საუბარი ადვილია, იმიტომ რომ ყველას მიმართ საოცრად თბილი და ახლობლურია. პირადად მე ბევრჯერ შემშველებია ამ წუთის სოფელში. ჩემთვის მფარველი ანგელოზივით არის. დედაც არის, მამაც, დაც, ძმაც, ნათესავიც და ახლობელიც. დაწნებთან ერთად კიდევ ბევრ ახალ და საინტერესო ისტორიას გავიგებთ მასზე. სოფლიოში აღიარებულ ეპოქალურ სულიერ ლიდერზე, 93 წლის ასაკში ზეციურ საქართველოში გარდასულ ჩვენი ქვეყნის პატრიარქზე, რომლის გარეშეც საქართველო ხვალიდან კიდევ უფრო სხვანაირი იქნება.